თამარ ლიჩელის მასტერკლასები გაიმართა. ხოლო ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზი გიგი პიანომენის კონცერტს უმასპინძლებს. სახელწოდებით იმპროვიზაციები პოპულარულ ქართულ მუსიკალურ თემებზე. კონცერტი 18 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში იმართება. მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანება. ბედნიერები ვართ, რომ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი სამუსიკო სკოლა ღებულობს მონაწილეობას. ეს არის მასტერკლასები, რომელსაც ქაბადონი თათა ჩაატარებს ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან. ესენი გახლავთ ჩვენი სამუსიკო სკოლის ორი მოსწავლე მარიამ გორგაძე და სესილი აბუთიძე, პედაგოგები რუსუდან კვახაძე და ნანა კვირიკაძე და ეს მასტერკლასი ნამდვილად საინტერესო იქნება, ძალიან სასარგებლო იქნება ეს არა მარტო მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის. ვიცი რომ მასტერკლასი ისეთი რაღაცაა, ეს არის ერთჯერადი, ხო რჩება, მაგრამ ამავე დროს ვიცი რომ შეიძლება იქ ერთი, აი 2 საათიან მასტერკლასში შეიძლება ერთი სიტყვა ან ერთი წინადადება იყოს ისეთი, რომელიც ჩემთვის აღმოჩნდეს გადამწყვეტი. და ვინაიდან ეს მე თვითონ მაქვს გამოცდილი, ამიტომ ვფიქრობ, რომ არის მნიშვნელოვანი ეს ბავშვებისთვის, მით უმეტეს ახლა გოგონას ვამეცადნებ სრულიად არაჩვეულებრივს, რომელსაც რომელიც ერთ სიტყვაში აკეთებს ყველაფერს და ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება, აი არ ვიცი რომელი საათია, მაგრამ დრო ისე გადის, ვერც ვიგრძენი და ძალიან მიხარია და ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ ამ პროექტის ფარგლებში აი ძალიან ბევრი გქონდეს ესეთი ახალგაზრდებთან შეხვედრა. აჭარის ხელოვნების მუზეუმში შერეული საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენა დღეს დაიწყო და 3 ოქტომბრამდე